ტელეარხ 25-ში ამბობენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული შეფერხებების გამო ფინანსური ზარალი აქვთ. მაუწყებლობა რომ არ შეიზღუდოს, ეგრეთ წოდებულ ომბალური სანძაზე სპეციალური აპარატურა უნდა განთავსდეს, რის ნებართვაც ტელეარხ 25-ს ამ დრომდე არ გააჩნია. ტელევიზიამ შესაბამის უწყებებს პრობლემით დაინტერესებისკენ ჯერ კიდევ 3 თვის წინ მიმართა. ტელეარხ 25-ის გენერალური დირექტორი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ციფრულ მაუწყებლობაზე ვერ გადადის და ვერც მულტიპლექს ოპერატორის ფუნქციას ასრულებს. შეიზღუდა ტელე 25-ის გავრცელება, რადგან შეწყდა ანალოგიური მაუწყებლობა. ტელევიზია მხოლოდ სატელიტური სიგნალით ვრცელდება. უკვე მესამე თვეა გია სურმანიძე აჭარის ტელევიზიასთან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან მიმოწერას ახორციელებს. მარეგულირებას მივწერით, რომ უშუალოდ ვალდებულიც არის, რომ შუამდგომლობა გაეწია ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა მოეგვარებია. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ეკონომიკის მინისტრს თხოვს დაინტერესდეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციის პრობლემით და მასზე რეაგირება მოახდინოს. ასევე მოუწოდებს საკითხში ჩართულ ყველა უწყებას დროულად განათავსოს აპარატურა ეგრეთ წოდებულ ომბალურის ანძაზე და არ შეზღუდოს ტელე 25-ის მაუწყებლობა. ინფორმაციის დონეზე ვიცით, რომ აჭარის ტელეარხს გადაცემული აქვს მართვაში ეს ანძა და შესაბამისად სავარაუდოდ გადაწყვეტილება სწორედ აჭარის ტელევიზიამ უნდა მიიღოს და რაიმე ტიპის ხელშემშლელი მას არ უნდა ქონდეს მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პრივატიზების მიწა, რომელზეც დგას ეს ანძა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ წერილობითი მიმართვა, რომელიც ტელეარხ 25-ისგან მიიღეს, მათი კომპეტენციის საგანს არ წარმოადგენდა და რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს დედაქალაქში გადაუგზავნეს. დიმიტრი ქუმსიშვილი კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. თუ გადაცემულია ქონება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია, რომ იქ დაამონტაჟებინოს. ანძაზე შეუძლია დაამონტაჟებინოს. მის მიმდებარ ტერიტორიას მოგეხსენებათ, რომ ის არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ წერილობით მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცა იჯარით, მაგრამ ვინაიდან ის არ არის ჩვენი ტერიტორია, ჩვენ გავატარეთ შესაბამის ღონისძიებები, გადავაგზავნეთ ეს წერილები იმ მიმართულებით, ვინც არის რეალურად ამაზე პასუხისმგებელი და განიხილავენ და გადაწყვეტავენ ამ საკითხს. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი აცხადებს, რომ ტელე 25-ის განცხადება განხილულია და ისინი მზად არიან უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროსთან და ასევე შეცვალონ სიხშირის კოორდინატების მინიჭების გადაწყვეტილებაც. კომისია მზად არის, რომ მომართვის შემთხვევაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში და ასევე მზად არის, რომ დაეხმაროს ტელეარხს ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობაში, რადგან დროულად მოგვარდეს ეს წარმოქმნილი პრობლემა და არხმა შეძლოს ციფრულ ფორმატში გავრცელება უპრობლემოდ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ეგრეთ წოდებული ობალური სანძით წლებიას სარგებლობს, თუმცა ამ დრომდე მიწა და გადამცემით მაუწყებლის ბალანსი არ ირიცხება, რაც არხის იურისტის თქმით აჭარის ტელევიზიას არ აძლევს იმის უფლებას, რომ TV25 აპარატურის დამონტაჟების ნებართვა მისცეს. ჩვენ არანაირი სამართლებრივი უფლებამოსილება რომ გავცეთ სარგებლით არ გაგვაჩნია და ველოდებით კიდევ ვიმეორებ სააგენტოდან ოფიციალურ დოკუმენტს ჩვენს მიერ გაკეთებულია და გადაგზავნილია სააგენტოში აზომვითი საკადასტრო ნახაზები, შესაბამისი დისკები, ელექტრონული ვერსიები და ველოდებით რა თქმა უნდა წერილებით მიმართვებით და ველოდებით სააგენტოს გადაწყვეტილებას აღნიშნული ობიექტის გადმოცემის თაობაზე. როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას და რეჟში დავარეგისტრირებთ, დავიწყებთ უკვე სარგებლით გაცემის პროცედურას. ტელეარხი 25-ის გენერალური დირექტორის თქმით, ძვირადღირებული გადამცემები მიმდინარე წლის აგვისტოში შეიძინეს, მაგრამ დასახელებული მიზეზების გამო ვერ იყენებენ. ტელევიზია ფინანსურ ზარალს განიცდის.